მოგესალმებით, თქვენ უყურებთ voice-over-ებს. როგორც იცით, თქვენ შეგიძლიათ შეჭამოთ voice-over-ები და ზუსტად ამიტომ ვართ დღეს ამ სივრცეში და ამიტომ ვარ ასე შუალედში, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვაქვს ახალი ფორმატი. ყავს სტუმარი არა, თანაწამყვანი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემი სტუმარია და რომელთან ერთადაც მოვამზადებთ თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალის საყვარელ კერძს, ასე ვთქვათ. ეს არის საგმირო კერძი, რომელიც ამ სერიალის განუყოფელი ნაწილია და დანარჩენს მოგიყვებათ ჩემი თანაწამყვან სტუმარი ლაშა ბახტაძე. კარგად, შენ? როგორია? ძალიან კარგად. ახალი რა ჩემი ნახე ჩემი voice-over-ები, შენი voice-over-ები და ჩვენი voice-over-ები. ჩვენი voice-over-ები, ნამდვილად. ეხა როგორია? გილოცავ ახალ რუბრიკას პირველ რიგში. ულოცავ ხალხს ამ ახალ რუბრიკას და ჩვენს დაბრუნებას მოკლედ და ცოტა აღდგენას მე მგონი YouTube-ზე. ამდენი ხანი რომ გპირდებოდით სიახლებს რომ ეს იქნება, ის იქნება და ხან ვასრულებდით ამ პირობას ხან ვერ მგონი რომ ეხლა ნამდვილად შევასრულებ. ნელ-ნელა მოკლედ ამ ყველაფერს ხო, აი ფაქტია რომ ნამდვილად შევასრულებ და კიდე უფრო მაგარი რაღაცები ელოდება ჩვენ მაყურებელს და რა გაცვია? ხო, ეგ უნდა მეკითხა ახლა მე შენთვის რაღაცა ფილმური ჰუდი გაცვია შენც და მე ნახე რა მოცვია ხო თან კამერაში ესე მინდა კარგად ნახოთ და კაი ნახატით მოცვია მოკლედ Super Natural-ის რა თუ არა სხვა მე რამეც მეოდა ეხლა ციკო ხო და შენ Once Upon a Time-ის ჰუდი გაცვია ერთხელ ამერიკაში Once Upon a Time in America ხო კი ეგ არის მოკლედ ამ ჰუდებსაც ალბათ თქვენ შეამჩნევდით ეს ელამაზად რო გვაცვია და შემთხვევითობა არ არის რო გვაცვია მოკლედ ეს ჰუდები არის ხელით შექმნილი მარტო ჩვენთვის და voice-over-ების სახელით შექმნილი ნამდვილად არის უნიკალური ნახატი მოკლედ ესეთ ჰუდებს სხვაგან ვერ შეიძენენ ესე რომ ვთქვათ და მოკლედ თუ თქვენს გინდათ რომ ესეთ ჩვენი voice-over-ული ჰუდი გეცვათ მოგწერეთ ყველგან ნებისმიერ არხზე და ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენს გქონდეთ ესეთი ჰუდები. კი ბატონო, დავიტყვი რომ გაჩნდება, როგორც ვიცი, ჯერ ზუსტად არ ვიცით, ოღონდ რა ფორმატით და როგორ გაჩნდება, ასე ვთქვათ, ერთგვარი სოც შესაძლებლობა, სადაც ადამიანებს, ვინც არიან ჩვენი გამომწერები, ვისაც ზუსტად ისე უყვართ კინო როგორც ჩვენ და განსაკუთრებით უყვართ ჩვენთან ერთად დაბადებული ფილმები, გულისხმობ გახმოვანებული, ძალიან ცუდად ამაჟები მაგნანა. ხო, თან მინდა რაღაც იაფი. შესაძლებლობა ექნებათ, რომ შეიძინონ ასევე ეს ხუდები და თავის საყვარელ მეგობრებს და კინომანებს, ასე ვთქვათ, დიდად არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ ვისაც უნდათ იმათ აჩუქონ ხა, დაბადების დღე იქნება love story თუ 14 თებერვალი. კი ბატონო, ან თავისთვის თუ დაჭირდებათ. მოკლედ, ეხა ეს აი ძალიან არასამზარეულო კაცი მე რო აი ამ სამზარეულოში გადმომანაცვლე ძალიან გემრიელ უსპისწრიანს აკეთებ ესეთი და ქალაქში დადის ლეგენდა თან გასწავლა ლეგენდები დადის კი ზანდას მოკითხა და ეხლა ჩვენ რა ვშვებით რომელ კერძს ვამზადებთ მოკლედ ჩვენ ვამზადებთ რას თუ არა ეხლა ხუთთან ერთად შევახამეთ ეს ყველაფერი მოკლედ და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება წესდ შენ უნდა თქო მაგრამ ჩამოგართმევ რა თქმა უნდა როგორც ჩვენს პოდკასტში ისე აქაც ჩვენს რუბრიკაში რადგან შენი პირველი სტუმარი ვარ მოკლედ სიტყვას და ვიტყვი რომ დღევანდელი ჩვენი თემა არის Super Natural-ი და დინის უგემრიელესი ბურგერი. აი ყველგან რო. არა, ყველგან რო ჭამს. For me? Seriously? Check this out. So, I went through campus security archives around the time Kevin should have been here. Anyone look familiar? Dude, it's a burger. It's a treasure. All right, so what, Kevin comes all the way to campus and doesn't see his girlfriend? ზოგადად აი ამ სერიალში ხო ბევრი რაღაცისგან შედგება ეს სერიალი რა, ჩემი საკულტო სერიალია და არა მარტო ჩემი, ჩვენ ძალიან ბევრ მაყურებელს უყვარს და აი ისე მადის აღბძვრელად ჭამს, ხანდახან გამაღიზიანებლადაც, სემს ცოტა ტვინი ებურღება. მე მიყვარს როგორ ჭამს. დინის ჭამით ხო და მისი ყველაზე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი მაგ სერიალიდან არის აი ბურგერებს როგორ გემრიელად მიირთმევს რა და ძალიან ცუდად ამაშები ამდენ. ძალიან. უკაცრავად ცოტა შორს ჩემგან დანები. ხო და ჩვენ გვინდა რომ ამ რუბრიკაში გავაკეთოთ დინის ბურგერი მოკლედ და მე ნახე რომ მოვამზადებთ და რომ დინურად შევჭამოთ და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გემრიელს მოვამზადებთ ერთად მენაშან აი მე დარწმუნებული ვარ უკვე რომ აი ამ კადრებს ჩვენ
ჭამის კადრებს, რომ დინის ჭამის კადრებს გადავაზრებთ. ანუ Supernatural-ის ფანებს გაახსენდებათ საერთოდ მთელი სერიალის განმავლობაში რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ბურგერს. ჭამას. მოდი ახლა თან დავიწყოთ მე და შენ რაღაცების მზადება და თან ცოტა ვილაპარაკოთ ამ სერიალზე, რატო იცი რომ რაც voice-overები დავიწყეთ. ხო. სულ არის რომ აუ Supernatural და საბოლოოდ ისე ვქენით რომ Supernatural-ზეც ვისაუბრებთ. კი ბატონო. რეცეპტსაც გავაზიარებთ დინის საყვარელი და ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, იმიტომ რომ ეს ბურგერი არის ცალსახად პერსონაჟი ამ სერიალში. ცალკე პერსონაჟი. და თან მაგათ რაღაცა ეპიზოდებს და ცხოვრებასაც გადავხედავთ, რომელზეც შენ გიждები, მე ისე რა, მაგრამ რადგან მოხმოვანებდი მიყვარს ხამ. სხვა გზა არ გქონდა რა. ეხლა ჩვენ რა გვჭირდება? აქ გვაქვს ირმის ხორცი. ირმის არის ეს ხორცი. საქონლის ხორცი გვაქვს, მოკლედ პირველ რიგში ხორცის გარეშენო ბურგერი. არავეგანური შევამარილოთ და შევაპილუპილოთ. ჰიმალაის მთებიდან ჩამოტანილი რამე მარილით. გვაქვს ჭოპორტის პამიდორი კიდე ესეთი უნიკალური. ნუ ამბობ ჯერ ჭოპორტი თუ დაგვასპონსორებს, მხოლოდ შემდეგ თვითონ ჭოპორტი, ხა პროსტა პომიდორი. პროსტა პომიდორი გვაქვს. პომიდორი გვაქვს. უბრალოდ პომიდორი გვაქვს, მაგრამ идеალური ფორმის, ზომის და წონის ზუსტად ის არის. ქართული თანამშუა ზამთარში. ხო. კაი, აღარ გვინდა ლა. მოაქვს გამოდის რა ქვია, პომიდორის რეკლამა და პომიდორმა პომიდორმა სად უნდა გადაგიქცა? წამოდი. ხო, წამოვიდი აქეთ. ინგრედიენტებზეც მე ჩამოვთვალო ყველა. კი, შენ ხარ მთავარი პერსონაჟი, როგორც დინის ბურგერი. არაჩვეულებრივი სალათის ფურცელი, ამის გარეშე არ გამოდის არანაირი ბურგერი. და ესე ნუიქცევი საკვებს, ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. მოიფერე. კაი, გავაგრძელე. ლამაზად. წნილი კიტრის. პიკული. ხო. რომელიც პრინციპში განუყოფელი ნაწილია ბურგერის რა. კლასიკურ ბურგერს. სხვადასხვა ბევრს არ ევასება. მე ვიცნობ ჩემ მეგობრებს, ვისაც არ ევასებათ ბურგერში წნილი კიტრის და ჩემი აზრით ანუ ძალიან ანუ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნაწილია ბურგერის. იცი, კლასიკური ბურგერი იდეაში. ყოველ შემთხვევაში დინი რასაც ჭამს იმ დროის და იმ პერიოდის კლასიკური ბურგერი. მე გამოკვლეული მაქვს ეს რეცეპტი, შენ რომ მითხარი რომ მე მინდა Supernatural-ის ბურგერი გავაკეთო. ზუსტად ეგ რეცეპტი მაქვს ამოღებული, ანუ რაც იქ არის, ხვდები? ანუ რაც კონკრეტულად მაგ დინმა რაც დაწერა. დინი რასაც ჭამდა მოკლედ რა. და იდეაში ნუ მაგ შემთხვევაში აუცილებლად არის გამოყენებული კიტრის მწნილი, ჩედარი, რომელიც არის ჩამდნარი. აჰა. ძალიან და соуსი, რომელიც კიტრის მწნილთან ერთად პლუს 3 ინგრედიენტით კეთდება. ნახე მე იგი არ მევასებოდა ხოლმე ესეთ გადაცემებში რა, რაღაც რომ აი საიდუმლო ინგრედიენტებისგან соуსი და ჩვენც ეგრე დავტოვოთ რა, რომ ვითომ საიდუმლო. კაი, მაგრამ გამოჩნდება. იდეაში არ არის საიდუმლო ინგრედიენტი, მაგრამ თქვათ რომ ვითომ საიდუმლო ინგრედიენტები და საიდუმლო ხახვი. საიდუმლო ხახვი. საიდუმლო რაღაც ეგეთი სპეციალ რაღაცები რა, რომ კიდე უფრო დაინტრიგო ხალხი რომ მოუნდეთ მეტად გასინჯვა და მოვიდნენ შენს სამზარეულოში, შენს კაფეში, გამოიძახონ ბოდიში. სამზარეულო, ჩვენი სამზარეულო, გამოიძახონ და დააგემოვნონ. როგორც დაგპერდით, ძალიან მალე იქნება უკვე ბოლტზე ხელმისაწვდომი. ულტრა საიდუმლო ინგრედიენტებით დამზადებული ბურგერი. ჩვენი ვინჩესტერული, 딘 ვინჩესტერული და სიტყვაზე რატო არა სემ ვინჩესტერული ბურგერიც იმით გამოირჩევა ყველაფერთან ერთად, რომ ბურგერის პურსაც კი აქ ვაცხობთ და მინდა რომ შენ გამოაცხო. აუცილებლად ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ეს საქმე ვითვირთო მე და მე ჩემი ხელით გამოვაცხო მოკლედ ეს ბურგერი. და მე უკვე ინგრედიენტების გადმორევაც დავიწყოთ და შევქმნათ ჩვენი ვინჩესტერ ბურგერი. დავაი. მოკლედ ესე იგი პური გამოვაცხე უკვე გამოვიღეთ და გველოდება რომ ჩვენი ბურგერი შევდება შიგნით ჩავდოთ ჩვენი ბურგერი და როგორც მასწავლე ახლა ეს ხორცი უნდა დავამარილო ხო? მოწყობილი. მაგრამ it's okay. არა, უშო, სპანელია. ავიდა, ახლა ეს ვიდეოებში რო აქვს ეს ნანახი. ბევრი არ ჩააყარო, უნდა ჭამოთ ეგ ბურგერები. ცოტა მარილი უნდა, ანუ? ჯერ ეყოფა. კაი, ეყოფა, დავაი. და соуს თავის და ახლა მე დავაი. აი ეს რომ ინახავს. გამცხა. კაი, ცოტაც, აი ძალიან ცოტა დააყარა ჩემი აზრით. წამეს. ეგ ბევრია. ჩვენი ხორცი მზად არის. ლაშამ მიხედა, ამბავს. მთავარ
ამბავს. ნამდვილად. ამასთანავე უკვე გამოუცხვა ჩვენი გემრიელი სენდვიჩის პურები, რომლებიც გრილდება ცხადია და მე უკვე დავიწყებ დაწყობა, საერთოდ მანამდე უნდა შევწოთ ხორცს. მანამდე ხორცი უნდა შევწოთ. ხორცი. მოდი მანამდე მე დავჭერ პომიდორს. ხო, ერთი პომიდორი მე დამეც დამეჭრებინე. პომიდორის დაჭრა სხვათა შორის შემილია. ლაშ. ხო. მოდი ნელ-ნელა მოვამზადოთ соуსი. ეს არის ეგენ. ჩვენი საიდუმლო соуსი. ეს არის საიდუმლო მაიონეზი. კაი, ანუ არ ვამბობთ. არ ვამბობთ. საიდუმლო მაიონეზი. საიდუმლო მაიონეზი. ვუყრით ჩვენ საიდუმლო ეგ არ ჩაყარო ინგრედიენტს. გადაყარა იქით. ხო, ჩვენ საიდუმლო ინგრედიენტს, რომელსაც ვერ გეტყვით რა არის. ხო, ვერ გეტყვით, მელავთ. გამოიძახით და მიხვდებით, მე დააგემოვნეთ. ხო, რა დაგვემატება ვინჩესტერების ბურგერი. კი ბატონო. ეხა ასევე საიდუმლო ჩაამატა. კეჩუპი. საიდუმლო კეჩუპი, აუ, საიდუმლო. ეს არ არის ჩვეულებრივი კეჩუპია ამ ხალხს. ეს არის ვეგონას ხო, რა. ეს რა ქვია, ვინჩესტერული. ვინჩესტერული. შეიძლება ეგზორციზმი დაგეტაკოთ, კი. როცა გასინჯოთ. ავისულებისგან იქნებით თავისუფლად. თუ პირუკო. პირუკო. ეგ ლაშა ურევს ახლა და მე მანამდე დავიწყებ უკვე გაზთან მუშაობას თუ გაზთან მუშაობას. შეიძლება გაზთან მუშაობა რომ დავიწყო. დინ. აუცილებლად შეიძლება. გეწონა პროცესი. აღფრთოვანებული. კაია, ჩემი სამზარეულო. გაგიჟებული მართლა ძალიან კაია, იმიტომ რომ ეხა ბურგერი არასდროს არ გამკეთებია, დიდად კი ვთქვი რომ სამზარეულოში არ ვბრწყინავ. მართლა არ არის ხალხს უაფიქრებინებ რომ რაღაც კერძებს ვამზადებს სახს. დიდად ვიზავოთ ჩვენი ინგრედიენტოები. აჰა, და კი თან ბატონო. ვისაუბროთ ცოტა ჩვენს ვინჩესტერებს. ჩვენ საყვარელ და ჩვენი სერიალზე. მინი ბურგერები, რაც თავარია რა, არ გითხრენ, აუ რა პატარა ბურგერებია, ეგ მინი ბურგერები გვაქვს. კი, დინს ალბათ ერთ ლუკმად დინის იყო ორი ფორმა. ლუკმა არის და ჩვენ არა, უფრო ორი ერთი. ლუკმად თუ შევჭამ. არა, უფრო ერთი ლუკმა მგონია. მე და შენ ვერ შევჭამ თორე. ხო, არა, ჩვენ არ. აი, მოდი როგორ ვქნათ, იცი, ჩემ დაფაზე ავაწყოთ რა სიტყვა. ოკეი, დავაი. და თან და ჩვენ გვაქვს აქ ჩვენი საიდუმლო ინგრედიენტები. საიდუმლო კეჩუპი. საიდუმლო მაიონეზი. გასშვებით ესე იგი პირველი. ესე იგი, პირველი რა ვშვებით შენი აზრით? ალბათ соуს ვსვამთ. შენ აწყე, მოდი რა შენ ხარ დინ ვინჩესტერის. ოკეი. კარგად, დაგენანოს. აი ბატონო. და ეს ჩვენი გემრიელი ხორცი თავისი ჩამდნარი ჩედარის. აჰა. соусით. კაი, მეც რა მაინტერესებს? რა გაინტერესებს? შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი, გარდა დინისა და სემისა, ვინ იყო? ვინ იყო, ხო? მე მაგრად მიყვარდა მამა. მამა? ხო, მამა მე რეიჩითება იდეაში მან. Brothers Dwight, we don't have time for this. Last time we saw you, you said it was too dangerous to be together. Now, out of the blue, you need our help. Now, obviously, something big is going down, and we want to know what. Get back in the car. No. I said get back in the damn car. მე მივასებოდა კიდე კასტიელი, ანგელოზი. Who are you? I'm the one who gripped you tight and raised you from perdition. Yeah. Thanks for that. აი ტიპი იყო. ბევრჯერ ეხმარებოდა თხოვნე რაღაცებს, ხო, ხო, ხო. ხო, соус დავადეთ სალათის ფურცელი. მოდი პომიდორები შენ დაადე და თან კასტიელი და ბობი გახსოვს? ბობი კი, სულ მაგრა ეხმარებოდა ხოლმე მაგათ. He'll be alone. Time up here, it's different. You got everything you could ever want, or need, or dream. So I guess the question is, what are you gonna do now, Dean?
ყველაზე სევდა მაინც ეგ იყო რა ბოლო სეზონები ვერ გავახმოვანებ და გახსოვს ბოლო ჯგუფში სეზონი რომ ერთი. ითხოვდნენ ხო. რომ ციკოდალაშა გაახმოვანებენო ჩვენი პირობა დავდეთ 15000 გამოწერზე ავალთ voice-over-ების YouTube გვერდზე და მე-15 სეზონს გავახმოვანებთ მეც და ციკოც რა თქმა უნდა ერთად. თან შევხედოთ ნახე როგორია. ეს საიდუმლო ხალხი დავყოდეთ ახლა. საიდუმლო. ინგრედიენტად. კაი, მოდი ესენი შენ დაადე და მე დაადე პური და დააჭირე. ესე აქ მოვათავსეთ. ესე ამაზე მოვათავსეთ. გიშტები. ჯოხს ვაცილებთ აუცილებლად, მე მოვაცილებ. იმიტომ რომ ჯოხის გარეშე არ შეიძლება ეს რო იცოდეთ და საფრთხე. ჩვენი ერთობლივი მე რამდენი კერძია? აუ მეათე ალბათ. ერთობლივი მეათე კერძი? კი, ძალიან ხშირად ვაკეთებთ ხოლმე შენთან იდიოტობებს ბავშვებთან. ხო. მაგრამ ეს წა სერიოზული გამოვიდა. არ ვიტყუები. დავიდა. Oof. It's cool. კაია. კარგად დააბტყელე რა. წვერებით ბურგერის ჭამა ზოგადად ძალიან რთულია. მით უმეტეს როცა კამერა გიყურებს და შენი მომზადებული. მიკროფონი მიმაგრია. ავარია. მაგრამ ეს არა წუხებდა დინს, აუ ძალიან გემრიელია, ძალიან ხო, საგრძელო. ზუსტად ეგრე ჭამდა სხვა ჩაის სუზე დეწუწა. ხო, კი, მართლა კადრები, awesome. Buffets. He did seem to think that there was something. Oh, that is good sandwich. და დარწმუნებული ვარ დინს მაგრა გაუსწორდებოდა და აუცილებლად იტყოდა ამ სიტყვებს რა. აბა. ბურგერი, რომელიც უფრო ძლიერია ვიდრე ეგზორციზმი. ერთი ნაკბეჭი და ოფიციალურად ვინჩესტერის გუნდის წევრი ხარ. ეგრეა. ძალიან გაასწორა. ძალიან დიდი მადლობა ციკო ამ გამოცდილებისთვის. ეხლა მე ერთი სული მაქვს რა. რაღაც ყველაფერი გამო. არანაირად. მე ერთი სული მაქვს ეხლა რომ კამერა მომშორდება, რომ უფრო კიდე გემრიელად და უკომპლექსოდ. ორ ლუკმაში. კი. მოკლედ მეც დავაპარკინგე რა. აჰა. და მე ჩუმად ვჭამოთ მე და შენ კი, ვინჩესტერი. სახეზე გადასმით კამერის გარეშე და ეგ მისვია, ყველაფერი. უკვე, მაგრამ მაინც. ხო, მეც. მოკლედ რა მინდოდა მე თქვა ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ იყავით ჩემი რუბრიკის პირველი სტუმარი ჩვენს voice-over-ებში ცხადია და შენ მადლობა გარეშე შენ. ჩემი რუბრიკაც ვერ იარსებებდა ერთმანეთის გარეშე ძალიან ბედნიერი ვარ რა ვიარსებებდით. ჩვენი პირველი რაცა რუბრიკული გადაცემაც იყო ვინჩესტერებზე და სუპერნეიჩერალზე და მგონია რომ არ იყო ისეთი დიდი ნამდვილად რასაც მაყურებელი ელის ხოლმე თუმცა აუცილებლად დაუბრუნდებით კიდევ ერთხელ შეიძლება სხვა ფორმატით მაგრამ უფრო სხვა დაუბრუნდებით სიღრმისეულად, კი. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სერიალს და მნიშვნელოვანია რომ ჩემი რუბრიკა რომელშიც მეყოლება ხოლმე სხვადასხვა სტუმრები რომლებიც თავისი საყვარელი ფილმებიდან როგორც ბატონმა ლაშმა მოიტანენ ან ფილმებიდან ან სერიალებიდან თავის საყვარელ კერძს და სწორედ ვეცდებით რომ ეს მოვამზადოთ ჩვენს voice-over-ების სამზარეულოში ეს რუბრიკა შეგხვდებათ ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეძლებთ რომ უყუროთ ისწავლოთ სხვა კერძების მომზადება და რაც თავარია შეჭამოთ voice-over-ები ანუ შეჭამოთ კინო ანუ პერსონაჟების საყვარელი კერძები ძალიან დიდი მადლობა შენ ციკო რომ ამის საშუალება მომეცი რომ თან რაღაც პროცესის ნაწილი ყოფილიყავი პროცესის ნაწილი ყოფილიყავი და ძალიან დიდი პატივია შენ რუბრიკაში ჩემი სტუმრობა პირველი სტუმარი რო ვარ და რა თქმა უნდა რომ შენ იქნებოდა ჩემი პირველი სტუმარი კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენ რუბრიკაში აქვე მინდა მაყურებელს უთხრა რა არაჩვეულებრივი ხუდიც მაცვია მეგობრებო და მინდა ხაზგასმით აღუნიშნო მე და ციკოს რა ხუდებით გვაცვია მოკლედ ესეთ ნახატებს სხვაგან ვერ ნახავთ რა ეს არის ხელით დახატული ეს არის უნიკალური რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ორი რა თქმა უნდა იქნება ახალი სერიები რა თქმა უნდა იქნება გამზადებული სერიების და ასევე შეგეძლებათ მოგუწეროთ რა რომელი ფილმის თემატიკა ან რა პერსონაჟი გინდათ რომ ეხატოს ამ ხუდებზე და უპრობლემოდ მოკლედ ეს ყველაფერი შესრულდება 1000-იანზე არ იქნება პირდაპირ რაღაცა ვებიდან აღებული ნახატი ეს ყოველთვის იქნება თქვენი უნიკალური ინდივიდუალური ხუდი თავისი კინო ნახატი ხო აქვე ჩვენი YouTube-ზე ვართ და არ არსებობს YouTube ამ სიტყვების გარეშე რომ უნდა გამოიწერეთ voice-over და შეჭამეთ რა თქმა უნდა გამოიწერეთ ზარიც დააყენეთ კომენტარებში დაწერეთ რამე თუ დაგაკლათ მოკლედ და კიდე რაზე გინდათ ალბათ რომ გააკეთოს რა ფილმზე მოგინდებოდათ რომელი კერძი მოგინდებოდათ თქვათ რაზეც უოცნებობდით რა გაგეგოთ როგორ მზადდება და თან დაგეგემოვნებინათ იქნებ მოუძებნო შესაბამისი სტუმარი რა თქმა უნდა ვისაც იგივე უნდა
თქვენი იდეებიც მიაწოდეთ სიკოს და დარჩით ჩვენთან ერთად voice-over-ებთან ერთად. დროებით. დიახ, და რაც თავარია, არ დაგავიწყდეთ, კიდევ ერთხელ თქვათ 1 2 3 გამოიწერეთ voice-over-ების არხი.